როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დროს მთელი 1 წელი სანამ ის მოვიდოდა ხელისუფლებაში, წელიწად ნახევარი. შევარდნაძეს მიყავდა სერიოზული მოლაპარაკებები ამერიკელებთან და რუსეთთან. მაშინაც იყო პერიოდი, როცა რუსეთი ძალიან სუსტი იყო და ამერიკა ძალიან ძლიერი და ეს იყო პირველი ვითარება, როდესაც ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ და რუსეთი დათანხმდა პირველად, რომ ბათუმში, სადაც რუსული ბაზა იყო, იქვე ასევე განლაგდება ამერიკული ბაზა. ითქვა, რომ ეს იქნება ანტიტერორისტული ცენტრები და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული შეიარაღებული ძალები ლეგალურად ყველას თანხმობით შემოვიდოდა საქართველოში და ერთმანეთს დააბალანსებდა. ეს რომ მომხდარიყო საქართველოში აღარასოდეს არ მოხდებოდა არც 2008 წელი, არც სოხუმს არავინ აღარ აღიარებდა, არც ცხინვალს. რატო? იმიტომ რომ ამერიკული სამხედროები და რუსული სამხედროები ერთმანეთს დააბალანსებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ჩვენ ტერიტორიაზე დაიწყებოდა საომარი მოქმედებები. და უცებ რა ხდება? ხდება რევოლუცია, მოდის მიხეილ სააკაშვილი და პირველი რასაც იწყებს სააკაშვილი, ბოკერია და ეს ხალხი, რომ იმას კი არა რომ შემოვიდეს აქ ამერიკული, არ გვინდაო არც ამერიკული ჯარიო, არც რუსული, გავიდნენ რუსეთის ჯარებიო და საოცრება რუსეთის ჯარი უცებ თანხმდება გასვლას. აი ხდება საოცრება და იძახის რომ ჩვენო გავალთო და ამერიკელებიც აღარ იქნებიანო და აი ეს გააკეთა სააკაშვილმა. ეს ეხა ყველას დაავიწყდა და ამაზე რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს. 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა სოხუმისა და ცხინვალის ჩაბარება გაყიდვის გეგმაზე მუშაობა დაასრულა. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებდა პირველი კოდორის ზემო აფხაზეთად, ახალგორის კი სამხრეთ ოსეთად გამოცხადებას. მეორე სამხედრო კონფლიქტის პროვოცირების გზით კოდორისა და ახალგორის მოღალატეობრივად ჩაბარებას. მესამე ხელსაყრელი ვითარების შექმნას, რათა რუსეთს სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. მეოთხე თბილისისგან სოხუმისა და ცხინვალის სრულ იზოლაციასა და მოსახლეობაში ურთიერთ დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივებას. სწორედ ამ გეგმის ხორცშესხმის პროცესში 2006 და 2007 წლებში სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო 4 სამართლებრივი აქტი, ნომერი 4625, ნომერი 572, ნომერი 4735 და ნომერი 296. ამ სამართლებრივი აქტებით თბილისის მიერ კონტროლირებადი კოდორი ზემო აფხაზეთად გამოცხადდა, ხოლო თბილისის მიერ კონტროლირებადი ახალგორი სამხრეთ ოსეთს განეკუთვნა. აქვს თუ არა უფლება საქართველოს პრეზიდენტს დაიწყოს რაიმე სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? აქვს. როგორ არ აქვს? მიხეილ სააკაშვილსაც აქვს. მაგრამ აი აქ არის დიდი მაგრამ. შედეგი უნდა დაიდოს. ერთი სოფელიც რო დაიბრუნო, ერთიც შენ გეტყვიან მადლობას. 3 სოფელი რო დაიბრუნო, შეიძლება დიდი მადლობა გითხრან. 30 რო დაიბრუნო, შეიძლება გამოგაცხადონ გმირა და თუ მთლიანად აღადგენ ტერიტორიულ მთლიანობას, ალბათ რა ვიცი, წმინდანად შეგრაცხავ. მაგრამ თუ შენ შედეგს უფრო უარეს დადებ, ვიდრე იყო, გააჩნია ერთ სოფელს დაკარგავ, გაგლანძღავენ, 10 სოფელს დაკარგავ. გეტყვიან რომ ძალიან დამნაშავე ხარ, დაკარგავ 200 სოფელს. გაყიდი ტერიტორიებს, მოღალატე ხარ. აი ამაშია საქმე, რომ პასუხისგებლობა და ვალდებულება ან ნუ დაიწყებ რაღაცას, ან თუ 200 სოფელს დაკარგავ და ამის მერე კიდე აღიარებენ იმათ დამოუკიდებელ ქვეყნებად და ამას ემატება ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს განზრახ გააკეთა მან, განზრახ ეს ყველაფერი და მერე თვითონ იბნეოდა თავის სიტყვებში. თავიდან იძახდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს ოპერაცია, მერე იძახდა ჩვენ არ დავიწყეთ ოპერაცია. მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხედრო ოსეთის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სრულად ვაკონტროლებთ ცხინვალს და გვაქვს ამის ვიდეოები. დღეისათვის საღამოს 10 საათის მონაცემებით საქართველოს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ ყველა დასახლებულ პუნქტს და ყველა სოფელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაბა ჯავის გარდა. და მე იძახდა იქ არმია იყო და 500 თუ რაღაც ტანკი გადმოვიდაო, თუ ამდენი ტანკები იყო და ეს ვიცოდით, მაშინ რატო დაიწყე ეს ოპერაცია? აქ აი ამაშია საქმე, რომ მთლიანად ეს ყველაფერი იყო დიდი ტყუილი და ღალატი და გაყიდვა. ბოლოს ჩამოვიდა სარკოზი,
რომელიც შეუთანხმდა რუსებს იმაზე, რომ არ მოხდება აღიარება სოხუმის და ცხინველის, დაწერა 7 პუნქტიანი დოკუმენტი და მე-7 პუნქტში ეწერა, რომ ეს არ მოხდება, რუსები დათანხმდნენ. თვითონ სააკაშვილმა წააშლევინა ეს პუნქტი, აღიარება მოხდა სოხუმის და ცხინვალის, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. ათასობით სამხედრო გაიწირა და მოკლული იქნა, ეს ძალიან დიდი დანაშაულია, ძალიან დიდი. ეს არ მოხდა შემთხვევით, ეს იყო განზრახ, იმიტომ რომ 2004, 2005, 2006 წლებში სააკაშვილის ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებდა, რომ კოდორი არის ზემო აფხაზეთი და მიიღო ბოლოს ეგეთი გადაწყვეტილება, დააკანონა ეს, რომ კოდორი ზემო აფხაზეთია. ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ ახალგორი არის სამხრეთ ოსეთი. მიიღო ბრძანება და საზღვრები დაადგინა სამხრეთ ოსეთისა, სადაც შეიყვანა ის მიწები და ის ტერიტორიები და სოფლები, რომელზეც ოსებს საერთოდ პრეტენზია არ ქონდა. ჩააბარა ეს მიწები, დაღუპა ამდენი ხალხი და გამოსცა ბრძანებები, რომელი ბრძანებებითაც დაავალა გამგეობებს, ჯანდაცვის სტრუქტურებს, პოლიციის სტრუქტურებს, სპეცსამსახურებს, სამხედროებს დაეტოვებინათ კოდორი, ახალგორი და უამრავი ტერიტორია და სოფლები, სადაც საერთოდ არც ომი ერთი ტყუიაც არ გავარდნილა. ამის მერე თავად სააკაშვილის ბრძანებით სამხედრო ტექნიკას კაუჭებიც კი მოხსნეს, რომ მისი ტრანსპორტირება ჩვენ არ გაგვეხორციელებინა, არა აფეთქეს ეს ტექნიკა და დაუტოვეს ტერს. ამის მერე ჩავიდნენ სტრასბურგში და თვითონ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ჩვენ დავიწყეთ, საქართველოს დაუწყია დაბომბვა ამ ტერიტორიების. თარგმანი ზუსტი ციტატა. თუმცა ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ გაფრთხილების გარეშე ქართული სამხედროების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს ესკალაციის ახალი ეტაპი გამოკვეთა. კერძოდ ეტაპი ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებისა. საქართველოსთვის მომაკვდინებელ ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობის წევრები: გიორგი კანდელაკი, გივი თარგამაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გოკა გაბაშვილი. დააკვირდით, სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი ხელს აწერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას და აღიარებს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში ომი თავად დაიწყო. ეს არის ყველაფერი ღალატი და მაგ დროს იგივე რესპუბლიკური პარტია და სხვაებიც პირდაპირ დანაშაულებდნენ სააკაშვილს, რომ წარუმატებელი ოპერაცია, რომ დანაშაული იყო ამის გაკეთება. აგვისტოს მოვლენებში საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც დამთავრდა ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური კრახით. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკის შემქმნელი და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველი უწყება, პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ ყველა პრეზიდენტი და მინისტრი და სხვა ჩინოვნიკი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ არის ბოლომდე გააზრებული. შემდეგ შეცვალეს ტექსტი და სხვანაირი საუბარი დაიწყეს. რაც რუსი ჟურნალისტები ადასტურებენ, გარიგება მოხდა სააკაშვილის რეჟიმსა და რუსების შორის, თვითონ რუსი ჟურნალისტები ამბობენ და გაიყიდა ტერიტორიები. 2008 წლის ომი რომ გარიგება იყო, ამაზე 2018 წელს ღიად ისაუბრა რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ. მეტიც, მან მომლაპარაკებლების გვარებიც კი დაასახელა. რუსეთის მხრიდან მან არკადი დვორკოვიჩი დაასახელა, საქართველოს მხრიდან კი გიგა ბოკერია. ის რაც 2008 წელს მოხდა მოსკოვსა და თბილისში მყოფი ადამიანების გარიგების შედეგია. კერძოდ გიგა ბოკერიასი და არკადი დვორკოვიჩისა, რომლებიც ერთმანეთს ყმაწვილობიდან იცნობენ საჭადრაკო წრეებიდან. 2008 წლის ომი გარიგება რომ იყო, ეს ირიბად საფრანგეთის ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მემუარებიდანაც ჩანს. სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო. სარკოზი დღესაც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს შეცდომა იყო, რადგან სარკოზის აზრით ეს მოლაპარაკებები გახდებოდა გარანტია, რომ არსებულ მდგომარეობას არ მისცემოდა იურიდიული სტატუსი. 2008 წლის აგვისტოში, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა ომის ქარცეცხლში გახვია და არაერთი ბავშვი დააობლა, საკუთარ შვილებს არტეკის ფესტივალებზე ართობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის დიპლომატები და იურისტები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ მიდგომას ეყრდნობოდა ქართული დიპლომატიის სტრატეგიაც და ტაქტიკაც. 2021 წლის 21 იანვარს
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ 2008 წლის ომი ეს იყო ომი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჯერ ერთი ეს ტექსტი საკმაოდ ორაზროვანია. შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მეორეც რუსეთი მხარად აღიარებული არ არის. მართალია სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო რუსეთი 10 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა, თუმცა 10 მილიონიანი ჯარიმა რომ ვერანაირად ვერ გადაწონის მიწების ჩაბარება გაყიდვას, ეს სრულიად ნათელია. საერთოდ მარცხის გამარჯვება წარმოჩენა სააკაშვილის დანერგილი PR სტრატეგია. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის ომის 4 მონაწილე, კერძოდ 3 ოსის სამხედრო და 1 რუსი გენერალი ადამიანების წამება მკვლელობაში დაადანაშაულა. პროკურორ კარიმ ხანს რუსეთი არ დაუფიქსირებია არც მხარედ და არც ომის დამწყებად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰააგის პროკურორმა მხოლოდ 4 ადამიანის ბრალეულობაზე ისაუბრა. ეს არის ყველაფერი ღალატი და ამის მერე ახლა მიდის რომ 7 აგვისტოს დავიწყეთ 8 აგვისტოს ეხლაც ცდილობაა შეცვალონ ისტორია და თავისი მოღალატეობრივი ქმედებები გამოაცხადონ რომ არ იყო მოღალატეობრივი ქმედებები და პირიქით ვინც ამ სიმართლეს ვამბობთ ჩვენ გვაბრალებენ რუსეთის აგენტობას. ხალხმა ტერიტორიები ნათლად მიყიდა რუსეთს და სხვებს აბრალებენ რუსეთის აგენტობას. ამაზე მეტი ეხლა რა უნდა ვთქვა? კი ბატონო.